საქართველოს არ ეთანხმება Human Rights Watch-ის მიერ გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას, კერძოდ ცხინვალში ძალის არაპროპორციული და განურჩევლად გამოყენებასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ სწორედ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ეს ორგანიზაცია ითხოვს, რომ ის კომისია, რომელიც არის შექმნილი ტალიამინის ხელმძღვანელობით, ამუშავდეს და მასთან ითანამშრომლოს ყველა ძალამ. ეხლა, როდესაც ევროსაბჭოს დღევანდელი განცხადება იყო, იქ იყო საუბარი, რომ სწორედ რაც ჩვენთან არის პრობლემატური, თვითი დაიწყო ომი თუ რვაში. ამას ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ სვავს დღეს და საუბრობს, რომ 7-ში და 8-ში არ დაწყებულა საომარი მოქმედებები, ეს დაიწყო გაცილებით ადრე და ყველაფერ ამას ჭირდება გამოკვლევა. აი ეს დასკვნები კეთდება მთლიანად ამ დოკუმენტის გაცნობის დროს. და როგორც დადებითი მომენტები, ასევე უარყოფითი მომენტები არის აღნიშნული როგორც ჩვენ განცხადებაში ორივე მიმართულებით და ამას ვამბობდით სწორედ, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გრძელდება. მე ჩემი გამოსვლის წინ ვთქვი, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენლები იმყოფებიან დღეს საქართველოში, პარასკევს არის შეხვედრა დანიშნული და მათ განმარტებები მიეცემათ, მაგრამ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს ვისგან ეს საუბარი არ აღიქმება ისე, როგორც ეს შეუძლია გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის თქვენმა პირველმა მდგომარეობამ, რომელშიც ჯერ კიდე იმყოფებიან. მე თვითონ მჯეროდეს სამი, თუმცა და სახალხო დამცველის მოხსენებაში ძალიან დიდი თავი იყო სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების შესახებ. თქვენ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია, თუმცა ეს იგი ინფორმაციის ნაკლებობა არ ყოფილა თუ მე არ მიაწოდება ინფორმაცია, რამდენი დევნილი იყო და 19 წელს ამ მდგომარეობა იყო და 21 წელს და 24 წელს. პერიოდულად არ აწვდით ამ ინფორმაციას ამ ხნის განმავლობაში. ინფორმაციას არ აწვდით. დევნილების შესახებ? ვაწვდით უკაცრავად, რა თქმა უნდა ვაწვდით. სარამის გეუბნებით. თუ შეიძლება დავასრულებ გაუარებაზე რახან იყო საუბარი. გაუარებას არის რას გულისხმობს, იცით, მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ეს კონფლიქტი მოხდა, ჩემი თანამშრომლები გადაიპარენ და გააკეთეს ინფორმაცია მოიტანეს რეალურად რა ვითარება ხდებოდა ბუფერულ ზონაში. და ჩვენ გავაკეთეთ შუალედური დასკვნა. შუალედური მოხსენება სახალხო დამცველის უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება. ამაზე არ არის, ამ დევნილებზე არ არის, არა, გეტყვით, ამ დევნილებზე არ არის საუბარი, დღევანდელ დღეს არ არის. სათამ გითხრას ბატონო, ბუფერულ ზონაში გადაიპარნენ. არა, ეგრე რას ამბობს ბატონო? დამასრულებინებ, თქვა შეგაწყვეტინეთ. თქვენ ბრძანებდით ესეთ რამეს, რომ ჩვენ არ ვაწვით ინფორმაციას, ან გაუარებაზე ვლაპარაკობთ, ხო? როდესაც სახალხო დამცველის მოხსენებაში ჩაიდოს ლეტალური აღწერა ამ ფაქტების, როდესაც დაბომბვა კასეტური ბომბებით უსულმა მხარემ, რუსულმა მხარემ დაიწყო 1 აგვისტოს, ხო? ეს წერს სახალხო დამცველის მოხსენებაში. და ამ შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური განცხადება და არ არის სახალხო დამცველის მოხსენება და არ არის ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენება, მაშინ გასაგებია ჩემი გაუარება. ანუ თუ თქვენ გაუარებათ იმას, როცა ლაპარაკობთ რეალურად არსებულ ფაქტებზე. რა თქმა უნდა, მე თქვენ თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაც ხდებოდა იმ დროს და მანამდეც როგორ ექცეოდა ხელისუფლება თავის დევნილებს. და რაც შეეხება იმ ზოდევნილებზე, დევნილების რაოდენობაზეც მე მახსოვს პრეზიდენტის გამოსვლა. რა 300.000 გააყოლით 150.000 იყო. მახსოვს ეს, მე შემიძლია მოვიდევნო კადრებზე გამოგიგზავნო. პირიქით პრეზიდენტი ლაპარაკობს, თუ შეიძლება ბატონშევარ მილიონზე მეტი დევნილი. ეს დღეს და შეიძლება ბატონშევარ, თუ შეიძლება ერთ ფაქტს არა ფიქრიანი ფაქტი დამინდეთ ბატონშევარ. კარგით, ამაზე შემდეგ ვიკამათოთ, დავით ვიკამათოთ, ერთ საკითხს ვიტყვი რა აწერია კიდე აი თუ გამორჩა. ბოროტას არგებია. აი ერთი წუთით, აი გეტყვით, აქ საუბარია რომ გალის მოსახლეობა ეწვით უყურებს აფხაზური და ქართული ხელისუფლებას. ესეც არის დასკვნაში. აი რის საფუძველზე კეთდება ამდაგვარი დასკვნები, სწორედ ამაზე მაინტერესებს პასუხი ამ ორგანიზაციისგან. კარგი, სოფოგი. ეგეთი თქვენი პასუხი გავს. მე მახსოვს ძალიან კარგი პასუხი ამასთან. მე მახსოვს გალში მომუშავე ექიმი ეხვარია, რომელიც გალში მუშაობდა, რომელიც ჩემთან თავისით ამბობდა, რომ მე ჩემმა პრეზიდენტმა ჩამოწვა თეთრი ხალათი. ის მუშაობდა გალში და მას ძალიან კარგად ეწოდებოდა როგორც აფხაზები, ასევე სხვა დანარჩენი ეროვნების პრინციპი ცხოვრობენ, გალში ისეთ ქართველები ცხოვრობენ. მაგრამ ექიმი იქ ისეთი ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიჭი აწამა მეგის ქარდავა. მეგის ქარდავა, ისიც მოგესალმება თქვენ ხართ მეგის ქარდავა. ვინ არის ეგრე დავაზუსტოთ მაინც ყველა მარიცის ალბათ. მეგის ქარდავა არის ციხის უფროსი იყო ადრე თუ არ ვშტები, ხო? და პოლიციის უფროსის მოადგილე, სამეფო დემოსკრატიის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მეგის ქარდავა მაწამა. ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მაგრამ არავის გამოუძიებია ეს ფაქტი.
ეს ბიჭი რომელიც მუშაობდა გალში და ეხმარებოდა გალში დარჩენილ ქართველებს გასაგებია გაჩნდა განცდა რომ ის ადამიანი და ისიც რატომ იქ ვიღაცებს ეხმარები გეტყვით ანუ აწამა უნდათ ინფორმაციის მიღება თითქოს იქ რაღაც მოქმედ ჯგუფებზე მათი ვერ მიყარებოდა მის თავს რატომ აწამეს ერთი რომ თქონოდა ინფორმაცია ექიმს ვის უმკურნალ სადუმკურნალო მას თავისი ფიცი აქვს დადებული და ვერ გეტყვით არც სახელი აქვს არც გვარი არ იცის და რეალურად არ ყოფილა იმ ვითარებაში და თან უთხრამდა შენ საერთოდ იქ რო დადიხარო და ასეთი სიტყვები იქაურებს რო ეხმარებიო მოღალატე ხარო ეს ფრაზები მოდის და მე ხშირად გამიგია რომ გალში დარჩენილი მოსახლეობა მოღალატეები არიან ძალიან ხშირად მომისმენია ეს ფრაზები შესაბამისად გაჩნდა გამოდის თორე თუ არ გამოხვალთ ახალგორიდან იქნებით მოღალატეები ეს ფაქტი არ არის დამალული ამაზე ლაპარაკობენ დევნილები ამაზე ლაპარაკობენ გამოდის რომ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია რომ საქართველოს ხელისუფლება გალში მოსახლეობას თან გამორიცხავთ იმას რომ თვითონ იმ ადამიანებმა მიაწოდეს ინფორმაცია თვითონ ეხვაია მიაწოდა ინფორმაცია თქვენ ზეთანხმებით ამ პოზიციას მე ვეთანხმებ იმიტომ რომ ვიცი ფაქტი არის ფაქტია არ არის გამოძიებული ეხვაია წამების ფაქტი გასაგებია ამ ერთი ფაქტის განზოგადოება ჯერ ახალგორზე როდის რატო არიან მოღალატეები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული ვინ თქვა ეს ამას ამბობენ თვითონ ჩვენ ხო აქ სერიოზულად საუბრობთ დასკვნებზე და ქალბატონი გვიყვება რაღაც ექიმის მონაყოლს რომელიც ან შეესაბამება სიმართლეს ან არ შეესაბამება გამოძიებას დაწყებული პროკურატურა იზიებს თუმცა და თქვენ დასკვნებს წინასწარ რატო აკეთებთ ის წამების გამოძიება არ შეიძლება წელიწად ნახევარი გრძელდებოდეს წამების ფაქტის გამოძიება ეს ახლა არასწორ პოზიციებში ვართ ანუ ვინც იცის ძალიან კარგად იცის რომ წამებაზე ვინც შეხედულა და ვინც ამ მიმართულებით მუშაობს იცის რომ წამების ფაქტის გამოძიება წელიწად ნახევარი არ ჭირდება ის იმავდროულად და ძალიან მჭიდრო ვადებში უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება აი ეს მოსახლეობა რომელიც გალიდან პრეზიდენტის არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას ეს რომელია მოღალატე ნაწილია თუ არა მოღალატე ეს არის თქვენ თვითონ შეაფასეთ არა თქვენ ამბობთ რომ გეუბნებით რომ ეს არის ფაქტები და ადამიანების სახელები და გვარები რომელი ერთი ადამიანის სახელი და გვარი თქვით და აკეთებთ ასე იცეოდა ლენინი ამბობდა რომ როგორ მელაპარაკებით გლეხს აი შევხვდი ახლა ამ წუთში ამას დაამკლეს და ასე მითხრა რომ ასეოდა და დაიწყეს რევოლუცია გამოგიგზავნით ამ ადამიანების სახელებს და გვარებს თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირეთ და დაგიდასტურებენ კი ბატონო არ არის ამ დაგვარ შემთხვევაში არანაირი პრობლემა გასაგებია დავით პაიჭაძე რას ფიქრობს Human Rights Watch-ის მოხსენებაში მაგალითად ნათქვამია რომ მედია სივრცე კვლავ არაერთგვაროვანიაო და სულ უფრო იზღუდებაო საინფორმაციო ტელემაუწყებლობაო ბეჭდვითი მედია უფრო აქტიურიაო კაია რომ შემომისაზღვრეთ სასაუბრო სივრცე მე ხო სხვა საკითხებზე მართლა ვერ ვისაუბრებ თუმცა Human Rights Watch-ის ამ მოხსენებაში არის ერთი დაშვება ერთი დათქმა რაც მაინც ყველაფრის აღსაქმნელად რასაც ეს დასკვნა გთავაზობს არ განგაცხობს ადამიანს ახლა მე არ მგონია ამ დარბაზში აუდიტორიაც ჩვენც სტუმრებიც თქვენც ბატონო წამყვანო არც აღსებულობთ იმაზე რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი ეს არის საქართველოს ტერიტორია ხო დუმილი არის თანხმობის ნიშანი ესენი ამბობენ რომ არის სადაო ტერიტორია ხო ჩემთვის არ არის სადაო ტერიტორია სადაოა ის რასაც ესენი ამბობენ რა ანუ აპრიორი შეიძლება ამ დასკვნას ედაო თუნდაც საერთაშორისო გამო. კაი, ამას თავი დავანებოთ. კატეგორია არის ამ კვალიფიკაციით მინიჭებული. ხო, სადაო ტერიტორია, კი ბატონო. რაც ჩვენთვის სადაო არ არის, ხო, სიტყვას. კარგი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რაც შეეხება ამას, მედია სივრცე კვლავ არაერთგვაროვანია, ბეჭდვითი მედია. იქ სხვა საკითხი, ეგ უკვე Human Rights Watch-თან კამათი აღარ არის, ხო. ეგ უკვე აღარ არის Human Rights Watch-თან კამათი. მე ამ წუთას თვითონ ამ ორგანიზაციის პოზიციას ვხდი სადაოდ და არა იმას ამაზე ვიკამათებ თუ არა, ხო? ეგ სხვა თემაა ფიქრია, უცბად. ჩემთვის არ არის სადაო დავით და მე ვიცი რომ ჩემი სახლი იქ არის, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ აღიარა. ეს არის რეალობა. მე ვიცი რომ ჩემია და ძალიან ბევრმა ვიცის რომ ჩვენია. ორმა ქვეყანამ თქვა რომ რუსეთმა და ნიკარაგუამ, ხო? ორი ქვეყანა და ერთი ორგანიზაციაც გეუბნება რომ მე შენ იმ საზღვრებში არ ვცნობ, როგორშიც შენ თავს მოიაზრებ. ამას ამბობს ეს მე ესენს როცა მე მესის რომ ეს პრობლემა არის. ასე მე ესე გავიგებ მე ეს არის ტერიტორია რუსეთის. ეს არის საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ნორმები და საერთაშორისო სამართლით ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ერთადერთი შემთხვევა არის თუ ამ ტერიტორიაზე ერთი ერი მეორე ერს უწყობს გენოციდს ან ეთნოცმენდას. ამდაღარი რაღაცა არ განხორციელებულა, ამიტომ პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის